ვარ გიორგი ვანაძე 10 წლის. სწავლობ ანდრია ბერძენებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალათბურთი და ცეკვა. მიყვარს კალათბურთის თამაში. უკვე 1 წელია დავდივარ კალათბურთზე. თამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. პარკეტზე ჩემი მთავარი მოვალეობა არის პასების განაწილება. ისე კარგად მეხერხება ბურთების ჩაგდებაც. ყველაზე კარგად გამოდის ორგულიანი ჩაგდება. კალათბურთში ჩემი საუკეთესო თვისებაა ზუსტი სროლა. მოსასწორებელი მაქვს სწრაფი და ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის მაიკლ ჯორდანი. საყვარელი გუნდი არის ლეიკერსი. ერთ თამაში ჩემი რეკორდია 6 ქულა. საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 25 ნომერით. მე ვაპირებ კალათბურთი კიდევ ვითამაშო 3 წელი. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ მე მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე ბუგაძე. ყველაზე ჭკვიანია დათო აფაგიძე. ყველაზე მშვიდია ნინა ცინცაძე. მე ყველაზე ცელქი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნინო გულავა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, არ არის ბრაზიანი და არ ყვირის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე, იმიტომ რომ ცეკვა მიყვარს ძალიან. უკვე 1 წელია ცეკვავ კოლხაში. ცეკვაზე შესვლა იმიტომ გადაწყვიტე, რომ ჩემი დედა-შვილი ცეკვავდა და მეც მომიდე. ახსოვს პირველი დღე კოლხაში რომ მივედი. არავის არ ვიცოდი და ვერ ნერვიულობდი. კიდევ კარგი რომ კარგი მასწავლებელი დავხვდეთ და კარგი ბავშვები. კოლხაში ყავს მასწავლებელი, ირაკლი მასწავლებელი, გიორგი მასწავლებელი და ქალი მასწავლებელი. ყველაზე მხიარულია ირაკლი მასწავლებელი. უფრო მკაცრია გიორგი მასწავლებელი, მაგრამ სამართლიანი. ცოტათი ბრაზიანია და ყველაზე ლამაზი ქალი მასწავლებელი. კოლხა იმდენია სხვა ცეკვის წრეებს, რომ იქ კარგად გვასწავლიან, მხიარული ბავშვები არიან, მხიარული მასწავლებლები არიან და კარგად გვასწავლიან. მინდა მალე მქონდეს კონცერტი და ვიცი რომ კარგად ვიცეკვებ. ახლა მინდა ვიყავ 15-ზე, იმიტომ რომ უფრო ჭკვიანი ვიქნები და უფრო კარგად ვიცეკვებ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ძმა. კიდევ მინდა მყოფდეს ერთი პატარა და. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია ლუკა. ის არის ცელქი, ჭკვიანი და ბრაზილიანი. ჩემი აზრით თქვა რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მშრომელი, ჭკვიანი, სიმპათიური, დედიკო არის ლამაზი, განათლებული, თბილი და მსურველი. ძალიან მიყვარს თიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი კარგად გააკეთებს ხაჭაპურს. ამიტომ შეყვარული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმედავ დავცილდი, რომ სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობთ. ცოლს რომ მიყარ მიქნები 35 წლის. შვილებს დავარქმევ ანდრიას, ელენეს, ელისაბედს და მათეს. ჩემი ცოლს დავარქმევ ელისაბედს. ჩემი საყვარელი მულტფილმი არის კუფ პანდა. საფრის გმირებიდან მე ვგავარ ჰალკს. შედარებული ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავაჩენდი კარგ მანქანას. 38 წლის რო გავხდები, ვიყიდი ყვითელ ლამბურჯინს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ფიროსმანის ნახატი. სამოზაურო სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მაიკლ ჯექსონი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რატო იქცევა ზოგი ბავშვი ცუდად? მაგალითად, ჩემი აზრით, ბავშვები იმიტომ იქცევიან ცუდად, რომ რაღაცა უნდათ, მაგრამ თავის მშობლება არ უყიდეს. ეს არ არის სწორი, მაგრამ ბავშვები ხშირად ნერვიულობენ. ბედნიერება არის, როდესაც ქცივა და თბილად შეხვა და საბანს რო გადაიხურა. ორ ბედნიერი ადამიანი.